მოგესალმებით. დღეს ჯერ კიდევ არის ორი რიცხვი. 20, ну, სადღაც ესე 15 წუთია 12-ის, ასე რომ მოვასწარი. საერთოდ მე ეგეთი რაღაცების დიდად არ მჯერა. ეს ბედობა და ესეთი რაღაცები, იმიტომ რომ რა ვიცი, რაღაც მიმაჩნია არაქრისტიანულია ჯერ ერთი. მერე რაღაცა დღე როგორ უნდა განაპირობოს შენი მომავალი ცხოვრება, ესა მოდის ყველაფერი გონებიდან. მე ესე ვთვლი, ადამიანს ნებისმიერ დღეს შეგიძლია თქვა, რომ აი დღეს როგორც ვთქვათ, ვიქნები ისე, ვიქნები მთელი წელი, ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს დღეს. ისე ვიქნები, როგორც გინდა და როგორც მოინდომებ რა ადამიანი, როგორც იფიქრებ. მოკლედ, მაინც გილოცავთ, ვისაც გჯერათ, სხვათა შორის, ვისაც ჯერა, იმას ანუ რისიც გჯერა ის სრულდება, საერთოდ ესეა. მოკლედ, შევაჯამებ წინა წელს რა იყო, კარგი, ცუდი, მოკლედ მინდა ვთქვა, რომ 24 წელი რაღაცა SMS იყო. 2024 იყო რაღაცნაირი დიდად არ მომეწონა. მოდით ვთქვათ, რომ საკმაოდ უკმაყოფილო ვარ ამ წლით. არ ვიცი, რაღაცა უღიმღამოწელი იყო მთლიანად, ყველა გაგებით. ანუ ჯერ ერთი რომ ჩემ არხზეც არ ვიყავი ძალიან აქტიური, ანუ აქ YouTube-ზე. სამსახურიც უკვე ისეთ ეტაპზე იყო, რომ აი თვითონ კოლექტივიც შეიცვალა, ისეთი აღარ იყო, ისეთი შეკრული და თბილი. მოკლედ, ბევრი მინუსები იყო რა, ძალიან საზღარი, ვფიქრობ საზღარი წელი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ახლა როგორც წესია და როგორც მიღებულია, მადლობა უნდა უთხრათ, როგორიც იყო, ხო, კაი, მთავარია რომ წავიდა. ხო და მთავარია ახლა ვიფიქროთ ის, როგორი იქნება ეს წელი და უნდა სხვა წლებისგან განსხვავებით, ახლა უნდა ჩამოვწერო ყველაფერი, ანუ ამ წელს რის გაკეთებას ვაპირებ, იმიტომ რომ რაღაცა ესე ზერელეთ მიუდგე ცხოვრებას, ესეც არ შეიძლება. იმიტომ რომ როცა ახალგაზრდა ხარ, ფიქრობ მთელი ცხოვრება წინ გაქვს და ამას მერე გააკეთებ, ისა როგორც ისა. აი ხვალიდან დავიწყებ, აი ორშაბათიდან, ზეგიდან, მაზეგიდან, მოკლედ ესეთი რაღაცეები და მე რაც მომწონს ჩემ საკუთარ თავში ეს ის არის, რომ სულ რომ აი რაღაცნაირად ვიყო, არაფრის თავი არ მქონდეს, ხალისი არ მქონდეს, ხო? აი უბრალოდ რომ შემოუძახებ ხოლმე ჩემ თავს და აი ძალით ავდგები, ვთქვათ, აი არ შემიძლია, აი გაშიშებული ვარ, გათიშული ვარ, კი გინდაც ჯანმრთელობის მხრივ დავუშვათ, აი წნევა ან რაღაცა მაწუხებს დავუშვათ, ხო? მაინც აი ვდგები, რაღაცა თავს ძალას ვატან, აი ძალით, აი უხალისოდ რო ხარ და მაინც რო აკეთებ და როგორც ნათქვამია, ხო გაგიგიათ ისო მადა ჭამაში მოდისო თუ ჭამაში. მოკლედ, მიხვდით, ხო? ხო და აი ესეთი რაღაცა ხდება. მართლა ესეა. ანუ თუ არ დაიწყებ, ხო, არ გამოდის არაფერი რა, უნდა ადგე, თავს ძალა დაატანო და უნდა იმოქმედო. ეს სხვათა შორის დიდი დამსახურებაა იმისი, რომ მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და მწვრთნელები ძალიან კარგი მწვრთნელები შეხვდა მე დავანდეს მართლა პირადად ჩემი მწვრთნელი ვინც იყო, ის იმდენად ახლა ასეთ რაღაცებზე აქცენტს არ აკეთებდა, თუმცა იყო საერთო ისინი ქონდა ხოლმე მწვრთნები ვაკეში, აუზის უკან იყო ანუ საფარიკაო სკოლა, იქ იყო ძალიან მაგარი ესა მასწავლებელი მწვრთნელი იყო.
მოკლედ ჩვენი ზემლაკი რო იტყვიან რა დასავლეთიდან და ისეთ სამოტივაციო ფრაზებს ამბობდა, რომ აი გინდა არ გინდა რაღაცნაირად მიყვებოდი და ძალიან დიდი როლი შეასრულა. სხვათა შორის აი არის ადამიანები, რომლებიც რაღაცა როლს ასრულებენ შენ ცხოვრებაში. მე მაგალითად დიდება უფალს შემახვედრა ღმერთმა ისეთი ადამიანები, რომლების ფრაზებიც დღემდე ჩამესმის ყურში და მეხმარება რაღაცების გაკეთებაში და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ აი უნდა თავს ძალა დაატანო სანამ სუნთქავს, სანამ იღვიძებ და იზინებ, ხო, აი ყველაფერი უნდა გააკეთო ადამიანმა. ნუ რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში არ უნდა გაიგიშო თავი და ეხა მე იმას არ ვიძახი, რომ აი კლდიდან გადახტი და რა თქმა უნდა, არაპირდაპირ მნიშვნელობით, ანუ ესეთი რადიკალურად. ხო, ერთი, ანუ პლუსი ის არის გასულ წელს, რაც მე გავაკეთე ეს, რომ მოვიკრიბე სითამამე, მიუხედავად იმისა, რომ წარმოიდგინეთ ახლა სამსახურიდან წამოხვიდე და თან მით უმეტეს რაღაცა დროით თვითონვე გადაწყვეტილი გქონდეს, რომ ჯერ დაისვენო, რომ მოეგო გონს და ასე ვთქვათ, ახალი ენერგიებით რაღაცა დაიწყო. იცით რას ნიშნავს ეს არის ფაქტიურად, ნუ აი ძალიან ბევრ რო იტყვიან ესე ხაწელკები, ხო, უნდა გადადო გვერდზე, უნდა საერთოდ დაივიწყო რაღაცა დროით, უნდა იფიქრო მხოლოდ არსებობაზე და ამაში აი ჩემ მეგობრებს, ახალშეძენილ მეგობრებს YouTube-დან და ისეთ ცხოვრებაშიც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ აი ეს გვერდში დგომა რო არა, მე მართლა ვერ გავივლიდი ამ აი ეგრეთ წოდებულ სამსახურიდან წამოსვლის პერიოდს. როგორც ვთქვი, წინა ვიდეოებში ეს სადღესასწაულო დღეები რო ჩაელის და ამუშავდება უკვე ყველაფერი, ვიწყებ აქტიურად. ვერ ვიტყვი ძებნას, იმიტომ რომ უკვე დაახლოებით მაქვს მონიშნული, ასე ვთქვათ, ჩემ ფიქრებში და ჯერ გადავხტები ჰოპლას მერე დავიძახებ, ანუ არ ვიტყვი წინასწარ. მაგრამ თავისთავად მაგის გარეშე არ არსებობს, ცხოვრება გრძელდება, უნდა ეხლა სოციო ცოტა დიდი ყოფილიყო, ნუ ცოტა რა, ესე 16-17 წლის ესეც რაღაცა თვითონ აქვს სურვილი, ანუ აქვს ესეთი მოთხოვნა, რომ თვითონაც რაღაცა აკეთოს და იმუშაოს. ეს კარგია, მომწონს, ვიხარია, მეც მქონდა ამის ასაკში ესეთი რაღაცეები, ფიქრი იმაზე, რომ რაღაცა ჩემი შემოსავალი მქონოდა. მოკლედ, კარგი ის გავაკეთე გასულ წელს 2024-ში, რომ მეყო ეს სითამამე, რომ გადამედგა ესეთი ნაბიჯი და შემეცვალა რაღაცა და სხვათა შორის ესეთი გამბედავი ნაბიჯები ვფიქრობ რაღაცა ფორმირებას უკეთებს ჩვენ მომავალს. იმიტომ რომ მე ვიცით ბევრი, რომელიც ერთი და იგივე ადგილზე რჩება ლამისა წლეულების მანძილზე და მათი ცხოვრება ფაქტიურად არ იცვლება. გარდა იმისა, რომ დეკორაციები იცვლება ირგვლივ და მისი ცხოვრება თითქოს ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, ხო და რაღაცა თუ გინდათ, რომ რაღაცა შეცვალოთ უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა, და რაღაცა ახალი მოხდეს ცხოვრებაში, ის კი არა, ვიღაცამ ადრე თქვა, მე მგონი ვიდეო იყო, შენ ჩვეულ მარშრუტს რო დადიხარ, ვთქვათ, ყოველდღიურად, დავუშვათ სამსახურში ან სკოლაში, სადმე, ხო, ვთქვათ, რა ქუჩებითაც მიდიხარ, ხანდახანო უნდა გაიმრუდო გზა და ისეთი ქუჩებიდანაც წახვიდეო დანიშნულების ადგილზე, სადაც არ გაგივლიაო. ანუ ასე უფრო ამრავალფეროვნებ შენ, ასე ვთქვათ, ცხოვრებას. და სხვათა შორის ეს გავაკეთე რამოდენიმეჯერ, ჯერ მაშინ ძველი ის იყო შენობა, ანუ ჩვენი სკოლის, რაც მართლა არის ჩვენი სკოლა, იქ რო დავდიოდით. ეხლა ჩვენ ხო შეხიზნულები ვართ იქ სხვა სკოლაში. და მოკლედ სხვა გზებით დავდიოდი, იყო ისეთი გზებიც, რომლებიც აი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უბანი, ხო, ანუ მთელი ბავშვობა მანდ და იყო ისეთი ადგილებიც, სადაც არასოდეს არ დამიდგავს ფეხი თურმე. ეხლა პრინციპში რა გასაკვირია,
რაც არ უნდა დიდხანს იცხოვრო ქალაქში თუ ადგილსადმე, ხო? შეიძლება იყოს ისეთი ადგილები, შეიძლება კი არის ისეთი ადგილები, სადაც არასოდეს არ მოხვედრილ ხართ, არასოდეს არ გაგივლიათ. ეს ჩვეულებრივი მომენტი ყოფილა თურმე მე მაგალითად ჯერ ისედაც ხო ისეთი ბავშვობაც ისეთი მქონდა, ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ სულ სახლი, სკოლა, იქ წრეები, სახლი, სკოლა, წრეები და ესე. всё, ჩემი მეტი ესე ვთქვათ, ესე ქუჩაში სიარული, ბოდიარი და ეგეთი რაღაცები არ მახასიათებდა. არც მერე სხვათა შორის, აი ძალიან ისეთი მე უფრო ვთვლიდი, რომ მე ვარ სახლის ადამიანი, ანუ ისეთი შინაური. ხო და აი მერე უკვე ახლა რომ გავიზარდე თუ რაც ქვია, ასაკშიო შევედი, ისეთი ადგილები აღმოაჩინეს, რომ მეგონა სულ სხვაგან ვიყავი, ანუ ჩემი თავი თბილისშიც არ მეგონა. და გამიკვირდა, რომ ნუ თუ მეთქი, ესე იგი, ამდენი წელი ვცხოვრობ ამ ქალაქში და ბევრი ქუჩები არ ვიცი და უცხოა ჩემთვის, თქო და ასე ვთქვათ, ესეთი რაღაცებით, ეს იმას მოვაყოლე, რომ ხანდახან სხვა გზებით უნდა ვიაროთ, რომ რაღაცა ეს ატმოსფეროც გამოვცვალოთ და ეს რაღაცნაირად ეტყობა ფსიქოლოგიურად მოქმედებს, არ ვიცი. მაგრამ იმ პერიოდში მე რომ ეს გზა გავიმრუდე და ესე დავდიოდით მე და სოსო, მართლა რაღაცა კარგად მიედინებოდა ჩვენი ცხოვრება. ხო. ну მოკლედ მთლიანობაში 2024 ძალიან უკმაყოფილო ვარ ყველანაირი გაგებით. ჩემი თავიდან გამომდინარეც, ანუ მე თვითონაც არ ვიყავი ისეთი, როგორც უნდა ყოფილიყავი. არ ვიცი, ახლა ვერ დავაბრალებ მარტო გარემოებებს, ჩემი ბრალიც არის, რა თქმა უნდა, თუმცა კი, რა თქმა უნდა, მოქმედებს ყველაფერი და მე დაახლოებით ესეთი ვარიანტი ვარ ადამიანის, რასაც ჩამძახებ, იმას ამოგძახებ, აი ესეთი საერთოდ ინიციატივით, ანუ პირველი მე არ ვარ ხოლმე ინიციატორი, როგორ ვთქვათ, აი დამწყები, მაგ თვალსაზრისით უფრო ალბათ პასიური ვარ, მაგრამ თუ რაღაცას ვიწყებ, საკმაოდ ხარისხიანად და მოკლედ აი ეს გარემოებებმაც თავისთავად რაღაცა ფორმირება გააკეთეს, ასე ვთქვათ, ჩემი უარყოფითი მხრიდან. მე მგონი, რა ვიცი, თუ არა გასაგებად ვლაპარაკობ, მე მაპატიეთ. ხო და ესე. ასე რომ, ხო არა, რა თქმა უნდა, ახლა გარემოება მოქმედებს ადამიანზე. ადამიანზეც ბევრია თავისთავად დამოკიდებული, მაგრამ გარემოებაც მოქმედებს. ხო. ადამიანები იგივე გარემოება მარტო იმას არ ვიძახი, რომ იქ წვიმები და ქარი და ვთქვათ ამინდი და იქ პოლიტიკური ამინდი თუ ისა თუ ესა, ну ადამიანებიც ხო, თვითონ როგორ გექცევიან, ესეც მოკლედ ესეც ფიქრების შედეგია, მოკლედ ადამიანი რასაც ფიქრობ, საერთოდ როგორც ფიქრობ, დიდი ალბათობით მე უფრო ამას ვემხრობი და ჯერა ეს არის, რომ როგორც შენ განეწყობი, ისე არის სამყარო, ანუ ირეკლავს იმ შენ განწყობას. როცა რაღაცა პესიმისტურად ხარ განწყობილი და რაღაცა ისე ეჭვის თვალით უყურებ რაღაცას ცხოვრებაში, თავისთავად მოდის ისივის ნეგატივი, თავისთავად ესეა. ხო, ასე რომ დავასკვენით. ხო და ყველას გისურვებთ, რომ იყოთ პოზიტიურად განეწყოთ ცხოვრებისადმი, პოზიტიური ემოციებით დაიმუხტოთ და მე ეს, რა თქმა უნდა, შემოbrunდება და უფრო მეტადაც ეს დადებითი და თავისთავად უკეთესი იქნება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება. ხო და ესე, ასე რომ არ ვიცი, ახლა წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე, უნდა შევინარჩუნო ის ემოციური, ასე ვთქვათ, ის ღერძი, რომელიც იქნება იმისთვის, რომ ასხივოსნოს რაღაცა დადებითი და პოზიტიური, ვიდრე რაღაცა ეჭვები და ნეგატიური აზრები თავში, ეს საკმაოდ დამღუპველია, ხა მე იმ გაგებით არ ვიძახი, რომ დამღუპველია დაიქცევა რაღაც, მაგრამ ხო, პრინციპში ბევრი ადამიანი თუ იფიქრებს, ეგრეც მოხდება, კი, ანუ ნეგატიურად.
მე ვიძახი პირადი ადამიანის პირად ცხოვრებაზე, ანუ პირად ცხოვრებას ვიძახი ერთი ადამიანის ერთი ცხოვრება. ანუ როცა შენ განეწყობი არა ეჭვიანობით, არა ესა და პოზიტიურად, თავისთავად წამოვა ცხოვრებას მოგწევს, აი დამსახურებულად შენ ესე ფიქრობდი, მიიღებ შესაბამისად. ხო და ესეთი დღეა. დღეს ყველა ანუ თვლის რომ დღეს არის ბედობა. ყოველ დღეა მეგობრებო ბედობა. ბედობა კი არა, ბედობას თვითონ ჩვენ ვქმნით, დღე არ განაპირობებს. ზოგი ამბობს ეხლა ეს ახალი კალენდრით ბედობა, ანუ ეხლა მე ძველი კალენდრით კიდე მგონი უწევს 16-ში თუ 15-ში, მოკლედ, მე კიდე ეხლა ჩინური კალენდრით და მე ის, ну, აი ეს არის ჩემი აზრით ძალიან დიდი აბსურდი და ამიტომ ცოტა ისეთები უნდა ვიყოთ, რაღაცა პრაქტიკულები და ცოტა პრაქტიკულად უნდა ვუყუროთ ცხოვრებას, არ არის ესე. მაგრამ რაც მართალია, ეს არის ის, რომ ჩვენ რასაც ენერგიას, ემოციას, რასაც ვასხიოსნებთ, ანალოგიურად იგივეს ვღებულობთ თუ არა მეც. ცუდს რო ვფიქრობთ, თავისთავად ისევ ცუდი გვიბრუნდება. კარგად ვფიქრობთ, კარგი გვიბრუნდება. ხო და ეს არის რა მთავარი ცხოვრებაში და ეხლა ადამიანი რომელიც უზღუნებს, დაუშვა და სუჩხუბობს, რაღაცა ისეთ უხასიათობაშია, ლოგიკურად იმის ცხოვრება ვარდყვავილებით ვერ მოეფინება, ხო? ესეა. მე ესე მჯერა. და მარტო დაჯერებაც არ არის, მე უკვე ამაში 1000 რატო ვიცი ხოლმე 100%-ით დავწმუნდი, იმიტომ რომ არაერთხელ შევამოწმე, გადავამოწმე და შედეგს ვღებულობდი და ვხედავდი და არ ვიცი ახლა თქვენც შეხედეთ თქვენ ცხოვრებას ახლა როგორ ახლა როცა სუცულზე ფიქრობ თავისთავად კარგი არ მოხდება, ხო? დედაჩემს სულ მაგას ნუ ვეჩხუბებოდი სიტყვა არ შეეფერება, ვეკამათებოდი ალბათ, რომ მეთქი დედა, ნუ ფიქრობ სულ აი ავადმყოფობაზე ხა, რახან ასაკი, მაინც თვლიან რომ აი ასაკი და უნდა გინდა თუ არა ავად უნდა იყო და გინდა თუ არა რაღაცა უკვე უნდა გაწუხებდეს. ესეც რაღაცა ის არის, რაღაც სტერეოტიპები გამოგონილი. რატო 122 წლის ქალი თუ თავს კარგად გრძნობდა და ნუ აი ხედავთ ის სხვადასხვა ფიქრობდა დედაჩემი ასე ნეგატიურად და პესიმისტურად, ну, მოკლედ ვეკამათე და ვუთხარი რომ მეთქი როგორც ფიქრობ, ზუსტად იმას ღებულობ. ავადმყოფობაზე იფიქრებ, ავადმყოფობას მიიღებ. ჯანმრთელობაზე იფიქრებ, ჯანმრთელობას მიიღებ. მე ახლა ჩემი წნევების ამბავი. რატო რა თქვენ გონიათ წნევები ეს გინდა თუ არა ეს გარდაუვალი ის არის, რომ გინდა თუ არა უნდა გქონდეს. მაგრამ ეთყობა იმ პერიოდში რაღაცა ნეგატიურმა აზრებმა იმდენად ჩამითრია, რომ რაღაცა ხო იტყვია ესე კონტროლი დაკარგაო რა, ხო არის ხანდახან ეხლა იცი, მაგრამ შეიძლება შენც შეგეშალოს რაღაცა და დაგავიწყდეს ან რაღაც მაგალითად ეგეთი რაღაცა მომსვლია და დავიწყებს ამბავში ვიძახი, როცა გაციებული ვიყავი, მე პირადად, ანუ რომ გავცევი გრიპი თუ რაც ქვია, ხო? აი მე მავიწყდებო და რა უნდა გამეკეთებინა, არა და მაგალითად სოზოს თუ გქონდა, იდეალურად ესე გრამატიკულად მიუყვებოდი თავიდან ბოლომდე, რა ჩაი მიმეცა, რა ისა ესა, რომ რაღაცა გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. და საკუთარ თავზე როცა ესე ვითიშებოდი და აი დაახლოებით ესეთი რაღაცა იყო ეთყობა პერიოდი, რამაც ჩამითრია ესე ფიქრებმა, რაღაცა ქვეცნობიერი ნერვულობა ცალკე, ცნობიერმა ცალკე და მოკლედ გამოიწვია შედეგი, თავისთავად შედეგს გამოიღებს. ხო, როცა ესეთ მდგომარეობაშია ადამიანი, ის კვებასაც ვერ აკონტროლებს შესაფერისად, შეიძლება უწესოთაც, ანუ საათობრივი არეულობაც მოხდეს, კვების არევა, ანუ ან გვიან მიირთვა რაღაცა, იმიტომ რომ იმაზე არ ფიქრობ, იმ მომენტში სხვა რაღაცა ნეგატიური აზრები გიტრიალებს თავში და ავტომატურად შეიძლება მოიტეხო პური და შუაღამეს შეჭამო, ხო სიტყვაზე. ნახშირწყლები და რა ვიცი, მთელი ისა და თავისთავად ახლა მე ორგანიზმი ხო არის და ამ ფიქრები ქცევებს წარმოქმნის, ქცევები კიდე მე შედეგს გამოიღებს უკვე ჩვენი ჯანმრთელობის კუთხით.
ხო და ესე, ასე რომ ვიფიქროთ კარგად, პოზიტიურად და პირველ რიგში ჩემთან თავს ვეუბნები ამას, როგორც წესი. მე ხარ რომ ვახმოვანებ, ფაქტიურად ჩემ თავს ვეუბნები. ხო რომ გამომფხიზლდე და ცოტა დაუბრუნდე რაღაცა იმ კარგ იმას კალაპოტს, სადაც კომფორტულად რო გრძნობს ადამიანი თავს, იმ შრომაშიც, იმ ყველაფერში კომფორტულად რო ხარ და შედეგსაც რო კომფორტულს ღებულობ. ხო და ასე რომ თუ არ გავინძრევით, თუ ხელის განძრევა და ფეხის განძრევა არ არის მარტო. პირველ რიგში გონება უნდა იყოს, რომ ჩვენ უნდა ჩვენ თავს ვაიძულოთ რაღაცების გაკეთება და წარმატებაც არ დაიცდის, მოვა ეგრევე. ხო, მე მაგას დავუკვირდი უკვე კარგი ხანია, ზოგი ამბობს ეს დამთხევა, მე არ მჯერა დამთხევების, შემთხვევითობის და ეს და სხვათა შორის ახლა შეიძლება ზოგი ადამიანისთვის ძალიან უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მე არც ბედის წერის დიდად არ მჯერა, იმიტომ რომ იმ ბედის წერასაც ჩვენ თვითონ აი არის გზები, ხო, მრავალი გზა არის, ხო, ჩვენი საქციელები სხვადასხვა, ხო? ყველა საქციელს და ყველა ქმედებას თავისი შედეგი აქვს ლოგიკური. გააჩნია რომელ კალაპოტში ჩაჯდები, რომელ გზას აირჩევ. ეს როგორც ეს ზღაპრებში რომ მარცხი ვიწახო, წინ წახო, მარცხი. მოკლედ რომ დავუშვათ არასწორი ცხოვრებით თუ იცხოვრებ, ხო, შედეგიც შესაბამისად ის ლოგიკური შედეგი ესე იქნება. ხო და მე აი ამის მჯერა, რომ რომელ გზასაც აირჩევ ცხოვრებაში, როგორ გზასაც, როგორ კალაპოტსაც, ხო, აი ზუსტად ის, ანუ ის ლოგიკური შედეგი დადგება. პირველ რიგში ფიქრები, მერე უკვე ასე ვთქვათ, გეგმა, მიზანი, მოქმედება და უკვე ლოგიკური შედეგი იქნება. ასე რომ ესეთი ამბები მეგობრებო და რა ვიცი, ძალიან ჩაწყდარებულია გარეთ ყველაფერი. გუშინ პირველში იყო ვანდას დაბადების დღე, მე და სოსო წავედით, მიულოცეთ, ისეთი ლამაზი საჩუქარი ვუყიდე, კი მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, სუვენირების მაღაზიაში ვიყავი, საკმაოდ კაი ფასაკლება იყო, ბევრი ხალხი იყო და ესეთი დიდი ჩაშკა იყო, ჩაშკა თუ რაღაცა ფინჯანი, ხელის მოსაკიდებელი, ну, აი კრუშკასავით, ოღონდ აი ესეთი ფართე, ისეთი რომ აი წვნიანსაც რომ მიირთმევ და ჩაისაც, ბლომად ჩაისაც რომ დანე აი ესეთი, კარგი სქელი ბუთქუნა ესეთი, გარედან იყო ყვითელი ესეთი თეთრი, შიგნითვე ამოტიფრული ესეთი თეთრი ყვავილი, ну, კანტი თეთრი ყვავილების და შიგნით იყო ესეთი უზორები იყო ფერადი ლამაზად. ну, მოკლედ ძალიან მომეწონა და ვანდაც აღფრთოვანებული იყო ამ საჩუქრით. და ну, უბრალოდ 1-2 ბოთლი ღვინო სიმბოლურად სტუმრად რომ მივედით. სამწუხაროდ ჩემ პატარა დაიკოს ავწდი, იმიტომ რომ სოსოს აერია ძილი და ეძინა, მოკლედ რომ გაიღვიდა, სანამ გამომფხიზლდა, სანამ ჩავიცვით და გავედით. გვიანი იყო უკვე და რაღაცა აი დროით გაგვასწრეს რა, რო იტყვიან, ჩემი დაიყო სიძე, ბავშვები და კიდე ანუ ვანდას მერე კიდე სტუმრად მიდიოდნენ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ნავასილია ასე ეძახიან, მოკლედ ჩემი სიძის ძმის ოჯახში და ესეთი ამბები და ну, გუშინ კაი საღამო იყო, კარგად მოვილხინეთ, ვისაუბრეთ, გავსინჯე დედას მომზადებული იდეალური ქონდა ყველაფერი. და სხვათა შორის ვანდამაც აღნიშნა, მე არ მახსოვსო, თუ ვთქვათ საცივი კარგი იყო, იქ ტოლმას რაღაცა დააკლდებოდა, თუ ის იყო, ეს იყო, ну, მოკლედ ყველაფერი, რაც გავსინჯე, ყველაფერი იყო იდეალურად გემრიელი. და იციო, ვანდა მეუბნება ეს რისი და ბრალიაო. მე ხო სამსახურში ვიყავიო, ანუ სახშიო მარტო იყო და მშვიდა წყნარ გარემოში, არავინ რო ნერვებს არ უშლიდაო, გააკეთა ყველაფერი გემრიელიო. ხო, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ოჯახი რო ვიყავით, იქ მამა რაღაცა თავისი
საქმეებით, ესა მეჩემით, ვანდაიკით, აქ, ნუ მოკლედ დიდი ოჯახი ესეა საერთოდ და ჟრიამული კი იყო, ხმაური და რაღაცა თავისებური ელფერი კი აქვს, მაგრამ იქ რაღაცა გამოგეპარებოდა ამდენ ლაპარაკში და ამდენ იმაში და მოკლედ ეს სიმშვიდეში, პრინციპში მეც ესე გავაკეთე სახლში, სიმშვიდეში, სიწყდარეში ეს საახალწლო ჯერ კიდე არის ასე ვთქვათ მაცივარში ყველაფერი ჩვენ არ ვიცი ეს ამ წელს რაღაცა გამიკვირდა ისეთნაირად აღარ ვართ როგორც ადრე მაგალითად მეორე დღესაც მესამე დღესაც აი ესე სულ საახალწლო სადილებს მივირთმევდით დღეს მაგალითად რაღაცნაირად მომინდა ტრადიციული დილა, ანუ ყავა მომედუღებინა, ანუ უნალეკო ყავა, გამეკეთებინა ბუტერბროდი და ბუტერბროდი, ანუ კარაქეპური ყველით და ყავასთან ერთად მიმერთვა. აი ეს უცბად ის არა, რომ აი გავიღვიძე და აუ საცივი და აი ოლივია და რაც ეს არა. აი რაღაცნაირად ესე მომინდა. მე საღამოსკენ რაღაცნაირად ახლა მაღაზიაში ჩავედი ისა ჩვენთან დეშირა კი არ არის ლაფშა ამოვიტანე აი მისი ანაკომის ხო და ეგ მივიტვით მე და სოსომ კი მივიტვით მე ოლივიე მაგრამ ნუ ესე ცოტა იმას ვქენით რა ჩაურიეთ ესეთი ისა მენიუ ხო ეხლა ყავა მოვიდუღე და უკვე მე მგონი გაიყინა ამდენ ლაპარაკში კაი დიდი ვიდეო გამოვიდა. ეხლა მე ამ ვიდეოს ავტვირთავ და ყველაზე მასე ნუ როგორც იქნება ჩვეულებრივი ვლოგები იქნება. ანუ მარტო არასალაპარაკო, ანუ სალაპარაკო არ გამოვიდეს მხოლოდ ჩვეულებრივად რა იქ სადილების მომზადება იქნება, დალაგება იქნება, შეიძლება გარეთაც გადავიღო, ნუ როგორც მოიტან სიტუაცია ისე იქნება. ხო და მე ვფიქრობ ესეთი რაღაცა გავაკეთო მუშაობას რომ დავიწყებ ალბათ სადღაც 1-2 თვეში ვიტყვი ალბათ ან შეიძლება არ ვიცი ნახოთ შევხედოთ იმიტომ რომ რაღაცნაირად ეთყობა ესე მჯერა და როცა გჯერა ხო იცით ესე სრულდება და ასე რომ ესე მირჩევნია ну ძალიან ახლო ადამიანები, ვისთანაც მე მაქვს ესე ვთქვათ, იგივე მიმოწერა და სატელეფონო ზარები, მე ვიცახი YouTube-დან გაცნობილი, ისინი მათ ეცოდინებათ თავისთავად, ვინც ძალიან ახლოს არის. ხო, კარგით, ასე ეხლა დაგემშვიდობებით დროებით, ხვალამდე და კარგით, აბა დროებით გისურვებთ წარმატებებს და პოზიტიურ ფიქრებს, აზრებს და შესაბამის შედეგიც არ დააყოვნებს. კარგით, აბა გაკოცეთ.